დღეს შემოგთავაზებთ გაზაფხულის გემოებით გაჯერებულ წვნიანს. სადამ ჟაუნის სეზონია, ვცდილობ ბევრჯერ მოვასწრო მისი მომზადება, რადგან ძალიან მარტივი და გემრიელია. მას ასე დავიწყოთ. ქვაბში ვშუშავ ერთ მოზრდილ წვრილად დაჭრილ ხახვს და მწვანე ხახვის თეთრ ძირებს. ვამატებ კუბებად დაჭრილ 2 ცალ კარტოფილს, სახეხზე ვხეხავ 1 ცალ მოზრდილ სტაფილოს და კარტოფილის ნახევრად გამზადებამდე ვშუშავ ხახვთან ერთად. ვამატებ წყალს, ვყრი მსხვილად დაჭრილ ქინძს, ოხრახუშს, კამას და მწვანე ხახვს. ასევე 4-5 კბილ ახალ ნიორს. კარტოფილი რომ მოიხარშება, დავამატებ 3-4 დიდ კონამ ჟაუნას, რომელსაც მანამდე უხეშად დავჭრი. ვადუღებ დაახლოებით 5-7 წუთი. როგორც წესი, კვერცხს მოხარშულს აწყობენ წვნიანში, მაგრამ მე ასე მიყვარს. ვთქვებ 4 ცალ კვერცხს და ვამატებ წვნიანს. ისე რომ განუწყვეტლი ვუვურებ. კვერცხის მასა რომ შეიკვრება, დავამატებ მარილს და სულ ეს არის. უგემრიელესი და უმარტივესი წვნიანი მზად არის. სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.